Tom, გასაუბრებაზე უშუალოდ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ბავშვები? თქვენ რას ითხოვთ მათგან? ყურადღებას ვაქცევ შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად ცხოვრება ამერიკაში მშობლების გარეშე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისება ჩვენთვის. Yes, right. კიდევ არის რამე ისეთი ინგლისურის ენის თვითონ ცოდნას რამდენად ამოწმებს? არის, მაგრამ დანარჩენი კრიტერიუმი კომპეტენციალურია. ანუ ეს კრიტერიუმები ალბათ წინასწარ არ უნდა იცოდნენ ბავშვებმა. თორე მოემზადებიან და ასე ვთქვათ. ხო არ არის რამე შეზღუდვა, ნებისმიერ მე-9 და მე-11 კლასელს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ძალიან კარგი კითხვა, მადლობთ. შეზღუდვა არის დაბადების წლების მიხედვით. ანუ მე-9 მე-11 კლასელი, რომელიც 95 წლის 1 იანვრიდან არის დაბადებული, 97 წლის 15 ივლისის ჩათვლით, მხოლოდ მათ აქვთ კონკურსში მონაწილეობის მიღება. მინდა რომ გიორგიც ჩავთვალოთ ჩვენ საუბარში, იმიტომ რომ ხელცარიელი არ მოსულა. გიორგი, სანამ შენ მოგვიყვები, როგორ იყო შენი დღის განრიგი შტატებში და რას საქმიანობდი და მოდი უთხარი მშობლებსაც, ბავშვებსაც, რა ელოდებათ უშუალოდ გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მანამდე შეშარშან მიიღე მონაწილეობა, ხო? ჩვენ მანამდე ვაჩვენებ ჩვენს დამსახურებებს, მაყურებელს. გისმენთ? ესე იგი ეს პროგრამა მართლა ძალიან დიდი შანსია ნებისმიერი ახალგაზრდისთვის. ანუ ეს იცი ბევრი ცხოვრებაში არ მოგეცემა რომ დაგაფინანსონ და ამერიკაში იცხოვრო. და ზოგადად ამერიკაში ძალიან კაია ცხოვრება. მინდა რომ განვასხვაოთ, აი თქვათ ქართულ სკოლაში შენ სწავლობდი, ცხოვრობდი აქ, იყავი ჩვეულებრივად აქტიური მოსწავლე. როგორ იყო შენი აქტივობები იქ? ანუ ამერიკაში სკოლაში არის ბევრად მეტი რამრით შეგიძლია დაკავდე, მაგალითად არის თეატრი, არის ყველა სპორტის მოედანი, საცურაო აუზი. რაც არის ჩოგბურთის კორტებიც არის, როგორც მივხვდი, იმიტომ რომ შენ რაღაც მიღწევები გქონია. გვასახელა, თან გვასახელა იქ, ნახე. წერია კიდევაც რომ ქართველმა სტუდენტმა დაამარცხა 6-2-6-3, ესე იგი და პირველი ადგილი დაიკავე, ხო? და ეს მედალიც მოიპოვე მაშინ, მაგრამ თავარი ის არის, რომ შენ აქ ამერიკის პრეზიდენტის მადლობის წერილი გაქვს. დიახ, მოხალისე. რითი შეიძლება ეს დაიმსახურო? ანუ ფლექს პროგრამის გამარჯვებულმა რაც შეიძლება მეტი მოხალისეობა უნდა გავაკეთოთ ამერიკაში. ანუ ბევრი საათი უნდა იმუშავა მოხალისედ. რაღაც რაოდენობა საათის შემდეგ უკვე პრეზიდენტი ობამაც სერტიფიკატს აგზავნის ამ მიღწევისთვის. ანუ ამერიკაში მართლა ძალიან აფასებენ მოხალისეობას. ესე იგი მარტო ამისთვის ღირს მე მგონი იქ რა წაყვი. ცოტა არ იყოს რთულიც არის ოჯახს მოწყდე და ესე ერთი წლით ვთქვათ ოკეანის გადაღმა წახვიდე და მარტო დამოუკიდებლად იცხოვრო. ხო არ გაგიჭირდა შენ რამდენად ადულად შეეგუე იქაო სწავლებას და ცხოვრება? დიახ, ანუ თავიდან ყველა იტყვის რომ რთულია, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდები და იმ ხალხის მენტალიტეტი, კულტურა, ყველაფერი ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ოჯახებს ისე არჩევენ რომ დარწმუნებული ვარ ისეთი ოჯახებია რომ ადვილად შეგეჩვევიან და ყოველ შემთხვევაში მე ჩემი ოჯახი ძალიან დამეხმარა მივჩვეოდი იქაურ ცხოვრებას. თან მოგიწია მათთან ერთად გეულო ეკლესიაში, მოგეულო მათი ბაღისთვის, ხო, როგორც ვიცი? კი, ანუ მოეხმარება, ანუ ჩვეულებრივი ოჯახის წევრი ვიყავი დაახლოებით, ანუ რასაც ჩემი იქაური ძმა, ანუ იმ ოჯახის შვილები აკეთებდნენ, მეც იგივეს ვაკეთებდი. ანუ ერთნაირად მეპყრობდნენ, ვერ ხვდებოდი, რომ მე სხვა ქვეყნიდან ჩამოსული და ოჯახის წევრი არ ვარ. გასაგებია. ტომს მინდა კვლავ ვკითხო. თქვენ როგორც ვიცი გიმუშავეთ სხვა ქვეყნებშიც. რამდენად ხართ კმაყოფილი ქართველი ბავშვების სწავლის დონით და ქართველი ბავშვები ძალიან კარგები არიან, ძალიან აქტიურები არიან და რეგიონებიდან და ყოველთვის არის მონაწილეები რეგიონებიდან და კარგი ჩანსი აქვთ ფინანსები. ანუ მე როგორც ხვდები მონაწილეები რეგიონებიდან გამორჩეულები არიან, ხო, თამილა? ჩემი 6 წლის მუშაობის გამოცდილებიდან ამერიკულ საბჭოებთან ნამდვილად შემიძლია ახაზი გავსვა იმას, რომ რეგიონალური კანდიდატები არიან უნიკალურები და ძალიან ბევრჯერ ჩაგრავენ თბილისის კანდიდატებს. ამიტომ ყოველწლიურად 50 ფინალისტიდან დაახლოებით 12 შეიძლება იყოს თბილისიდან გამარჯვებული, დანარჩენი უკვე ნაწილდება რეგიონებზე. თამილა, ვინც ახლა მონაწილეობას მიიღებს ამ პროგრამაში, ისინი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინალში გასულ შემთხვევაში გაიგზავნებიან სასწავლო 2012-2013 წლის სასწავლო წლის ხო? 2012-2013. მაინც როდიდან დაელოდნონ, მე მგონი ეს პირველი შეკითხვა იქნება, რომელიც მაყურებელს გაუჩნდება. კონკრეტულად თუ არის აი ამ ტესტირებების დაწყების თარიღი დადგენილი? და რამე ვთქვათ მისამართისაც შეიძლება თუ არის ვთქვათ ვებგვერდი სადმე რომ შევიდნენ და ნახოთ. დიახ, ვიწყებთ ტესტირებას უკვე 21 სექტემბრიდან და პირველი